გეოგრაფიის ინსტიტუტმა საქართველოს ნაციონალური ატლასის პრეზენტაცია გამართა. ეს არის უნიკალური ატლასი თავისი შინაარსით, რომელშიც 150 რუკაა გაერთიანებული. სრულყოფილი ატლასი ქვეყნის სავიზიტო ბარათია. მასში თავმოყრილია ყველა გეოგრაფიული და ისტორიული ინფორმაცია. ამგვარი უნიკალური ატლასი, რომელიც ამჟამად მომზადდა საქართველოს არ ქონია. საქართველოს ისტორიაში ორი ატლასი იყო გამოცემული. ერთი შედგენილი იყო ვახუშტი ბატონიშვილის მიერ 1755 წელს, მეორე უკვე 1964 წელს, ხოლო მესამე ატლასი, რომელიც ჩვენს მიერ შედგენილი, უკვე 21 საუკუნის დასაწყისშია, მის მშვენებას წარმოადგენს და იმედი არის, რომ ეს ატლასი დიდ ახმარებას გაუწევს საქართველოს მოსახლეობას და საქართველოსით დაინტერესებულ ნებისმიერ უცხოელ კვლევარებს თუ საზოგადოებრივ მოღვაწეებს. პირველად შეიქმნა საქართველოს საპატრიარქოში შემავალი ეპარქიების რუკა. მასში დატანილია საკათედრო ტაძრები, ეპარქიები, მოქმედი მონასტრები შემავალი თავის ბუნებრივ საზღვრებში. გეოგრაფებს თავისუფალი არ დაუტოვებიათ კონფლიქტური ტერიტორიებიც. ეს ადგილები დაიფარა იმ მონაცემებით, რომლის მოპოვებაც შეძლეს მეცნიერებმა. ატლასში ფართოდ არის გაშუქებული საქართველოს მოსახლეობაც, ქვეყნის ტერიტორიაზე განსახლება. ატლასი გაყოფილი არის ფართო საზოგადოებისათვის, არ მარტო მეცნიერებისათვის, არამედ ფართო მკითხველისათვის, სტუდენტებისათვის, პედაგოგებისათვის, ეკონომიური დარგში მომუშავეებისათვის, საზოგადოებრივ მოღვაწეებისათვის, ყველასთვის, ვისაც უყვარს საქართველო და აქვს კავშირი საქართველოსთან. რა თქმა უნდა, ელექტრონული ვერსია გაკეთებული გვაქვს, ეს მომზადებული არის, ყველა რუკა გაკეთებული არის საინფორმაციო პროგრამებში, გეოინფორმაციულ პროგრამებში. გისებში გადაყვანილი არის ილუსტრატორში ნაწილობრივად და იმედი არის, რომ საერთოდ დისკების სახითაც გაიყიდება. თანმიმდევრულად გაშუქდა წყლის რესურსები და კლიმატური პირობები. აქ კომპლექსურად არის წარმოდგენილი ისტორია, ბუნება, მოსახლეობა და სხვა. რუკები თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით მომზადდა, სადაც თითოეულ რუკაზე განსხვავებული ინფორმაცია ამობურცულია. პირველად გამოიცემა ამგვარი სრულყოფილი ატლასის ელექტრონული ვერსიაც. მის შექმნაში ყველა დარგის მეცნიერი მონაწილეობდა.